პუჩი დაიწყო არა 91 და 92 წლებში, არამედ დაიწყო 1990 წლის 24 მარტის პრაღის რეზოლუციით. სადაც იყო ჩასული ჭანტური, სადაც იყო ჩასული სარიშვილი და იქ მოხდა მაშინდელი ეგრეთ წოდებული ვითომ ოპოზიციის მიღება რეზოლუციის, რომ აი თვითონ ზვიადგამსახურდია იყო ის კაცი, რომელიც აწამებდა რუსებს. მაშინ პირველად ისრაელში გავცელა კადრები, მე მთელ ევროპაში გავცელა ხაინდრავაც კადრები, სადაც იყო ფაქტი ნაჩვენები, რომ როგორ დაწვეს ხეზე მიაბეს და დაწვეს ერთ-ერთი ოსი აქტივისტი და პირიქით, როცა ამ დროს ქართველი იყო და ქართველი დაწვეს და ქართველის კადრები იყო. მაშინ გამოვიდა სხვადასხვა ყარყარაშვილიც, რომელმაც გამოაცხადა, რომ როგორ აფხაზებს როგორ უადექსებიან და ამით ჩვენ ფაქტიურად ჩვენ თვითონ ეგრეთ წოდებულმა მეხუთე კოლონამ მაშინდელმა მივეცით საშუალება ეგრეთ წოდებულ მსოფლიო პრესას და ეს თემები აეგორებინდა, ხო? როცა შენ თვითონ ამას იძახი, კადრებს არცელებ. გვერდ ძალიან ძნელია დღევანდელი გადასახედიდან თქვა, რომ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ მაშინ არ უნდა გეხმო. ეს ბოროტების იმპერია უკან იხევს, მაგრამ მოდის იმაზე უარს. თქვა ეს სიტყვები, აი გოჭიხა შესვა გააქვს. მოგესალმებით ხალხო, ქუთაისიდან, კაფე-ბარ არგოდან, მდინარე რიონის პირას, ან ლამაზ გარემოში. და ჩემი დღევანდელი სტუმარია ქუთაისში ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბატონი გია ბახტაძე, ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი 90-იან წლების დასაწყისში და ჩვენ დღეს ბატონ გიასთან ერთად ვისაუბრებთ თუ როგორ შემოდიოდა ეროვნული მოძრაობა ქუთაისში, როგორი გაგრძელება ჰქონდა ზვიადგამსახურდიას ხელისუფლებას აქ და მერე როგორ იცვლება ყველაფერი 90-იან წლებში. მოკლედ 80-იანი წლების და 90-იანი წლების ქუთაისზე სალაპარაკოდ შევიკრიბეთ ეროვნული მოძრაობის კონტექსტში. დიდი მადლობა ბატონ გია იმისთვის, რომ დამთავრდით ინტერვიუზე. და მე შორიდან დავიწყებ როგორც ყოველთვის ჩემს შეკითხვას. როგორ დაინტერესდით და აღმოჩნდით ეროვნულ მოძრაობაში, რა იყო ის, რამაც ქუთაისში ამისკენ გიბიძგათ? რა გარემოა ასეთი ქუთაისში და როგორ შემოდის ეროვნული მოძრაობა? როგორ აღწევს თქვენამდე ამ ქალაქში? აი ეს რო წარმომადგენელი. მოგესალმებით. მადლობას მეთქვით, რომ დაინტერესდით ქუთაისში არსებული მაშინდელი ისტორიის გარკვევით, იმიტომ რომ არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მთლიან საქართველოში შეიძლება ითქვას, იმ 90-იან წლებში რაც ხდებოდა საქართველოში ძალიან ბევრისთვის განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის უცნობი არის. და თუკი ვინმე დღეს აქტიურობს და ინფორმაცია მეტნაკლებად ცნობადია და საზოგადოებას ხელი მიუძღვება, უფრო მაინც იმ ხარისგანაა, რომლებიც შემდგომში პუჩისტებად მოგვევლინენ და რომლებმაც მოახდინეს ეროვნული ხელისუფლების დამხება. ამიტომ სურვილი იმის, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენ თუ რა ხდებოდა ეროვნული ხელისუფლების თქვათ მოსვლიდან და შემდგომში უკვე ჯერ მოსვლამდე რა ხდებოდა ეს? მოსვლამდე კი ბატონო. ქუთაისში შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი, რასაც ეროვნული მოძრაობა ქვია, ქუთაისმა ცოტა დაიგია. თბილისთან შედარებით და თბილისში როცა მიტინგები იმართებოდა, იქაც იყო ერთი-ორი ლოზუნგიც იყო, რომ ქუთაისზე სადახარ გაიღვიძეთ. და ქუთაისმა გაიღვიძა შეიძლება ითქვას. ეს გაგვიძება მოხდა, მე მაშინ ვიყავი ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი და ქუთაისის პედაგოგურმა ინსტიტუტმა ჩვენი შეიძლება ითქვას კურსის თვალსაზრისით მოახდინა პირველი გაფიცვა და გამოსვლა ქალაქის მასშტაბით და მოახდინეთ ფეხით სრულობა მაშინდელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და პირველი გრანდიოზული მიტინგი, რომელიც იყო მაშინდელი ოფიციალური ხარისთვის ყოველნაირად მიუღებელი და შეიძლება ითქვას, რაღაცა არც ელოდნენ კი თუ შეიძლება თქვა ქუთაისში სტუდენტებს ასეთი ნაბიჯი გადაგვედგა, რის მერედაც უკვე როგორც ყველა შეიძლება ითქვას, ქალაქი ჩაერთო ამ ფერხულში, რასაც ეროვნული მოძრაობა ქვია. ვინ არის ამ აქციის ორგანიზატორი და რა კავშირი აქვს მაგალითად იგივე ქუთაისის ახალგაზრდობას თუ აქტივისტებს ცენტრთან? პირველი მიტინგები შეიძლება ითქვას, იყო სპონტანური და იყო თვითონ ჩვენგან წამოსული. რაც ხდებოდა საქართველოში უყურებდით, ეცრებოდით მიტინგებს, სადაც გამოდიოდა მერაბ კოსტავა, სადაც გამოდიოდა ზვიადგამსახურდია, სადაც გამოდიოდნენ სხვა ეროვნული ლიდერები
და სურვილი იმისი რომ ჩაგვეტარებია მიტინგი უკვე ჩვენგან და სრულიად დამოკიდებულად წამოვიდა და წარყოფილა თბილისიდან რომელიმე თქვა ეროვნული ლიდერის მითითებით. პირიქით. მერე ჩამოდიოდნენ, აი მერე იყო ჩამოსული ზვიადგამსახურდია უკვე ქუთაისში, მერე იყო ჩამოსული ირაკლი წერეთელი ბათიაშვილის და მერე გვეძებდნენ ჩვენ თუ ვინ ვიყავით ის ხალხი, მათ შორის მაშინდელი ილია ჭავჭავაძის ზოგადოების წევრები ვინ ვიყავით ის ხალხი, რომლებმაც ეს პირველი გამოსვლები და პირველი გაფიცვები მოაწყოთ ქალაქის მასშტაბით. ჯერ 9 აპრილი არ არის მომხდარი? ჯერ 9 აპრილი მომხდარი არ არის. და რა არის, აი რა რისთვის იბრძვით? აი იმ დროინდელი თვალით რო შემახედოთ და დღევანდელი დაკვირვებითაც მაშინ რისთვის იბრძვის ეს ახალგაზრდობა, მათ შორის სადაც თქვენც მონაწილეობთ. ჩვენ ვიბრძოდით იმ საქართველოსთვის, რომელიც საქართველოსი და ბრძოლა ჯერ კიდე ზვიადგამსახურდიდან ვერაფროსთან თავის დროზე დაიწყო. იმ დამოუკიდებელი ქვეყნისთვის და საუბედუროდ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ეს ვერ შევძელით, ხელი შეგვიშალეს შეიძლება ითქვას. ეს ხელი შეგვიშალეს ცოტა იოლად ნათქვამია, შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო დაგვიპირისპირდა მაშინდელ ახლად ფეხადმულ საქართველოს და ის პრობლემები, რა პრობლემები დღეს ჩვენ გვაქვს საქართველოში, ზუსტად იმ ეროვნული მოძრაობის დამარცხებით და იმ ეროვნული ხელისუფლების ქვეყნიდან გაძევების შედეგად წამოსულია. სანამ აქამდე მივალთ, მოდი ჯერ მოსვლის ნაწილი გავიაროთ, როგორ მიდიან კომუნისტები. კომუნისტების ბოლო დღეები მაინტერესებს ქუთაისში. როგორები არიან, აი ცეკას მდივნები, ქალაქკომის მდივნები, ვინები არიან, ისინი რას პასუხობენ ამ ახალდაწყებულ ეროვნულ მოძრაობას, თქვენს აქტივობებს? პირველი რაც გააკეთა მაშინდელმა ქალაქკომის დივანმა, ლორდ გიფანიძე იყო მაშინ ქალაქკომის დივანი, პირველსავე მიტინგის შემდეგ გადაწყვიტა, რომ შეხვედრა ჩაეტარებინა სტუდენტებთან. და ეს უკვე კლუბში მოხდა ეს შეხვედრა, სადაც ძალიან დიდ წინააღმდეგობა შეხვდა ჩვენგან სტუდენტებისგან და მიხვდა, რომ უკვე ის საუბარი ადრე შეიძლებოდა თქვა გასვლოდა ქალაქკომის პირველ დივანს თუ მაშინდელ ხელმძღვანელობას უკვე ახალგაზრდა თაობასთან არ გამოვიდოდა და შეცვალა კიდეც პოლიტიკა და შეეცადა მერე რომ აი შემოგთავაზა რომ გაზეთ ქუთაისში შეიძლებოდა ცალკე დამოუკიდებელი გაზეთი გამოსულიყო სტუდენტური ფურცლის სახელი და მართლაც პირობა შეასრულა და ყოველ თვეში ერთხელ რა თქმა უნდა თვეში ერთხელ საკმარისი არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ სტუდენტებს გვეძლეოდა საშუალება გაზეთ ქუთაისში დამატებით თვეში ერთხელ გამოსულიყო ისეთი სტატიები დაბეჭდილიყო, რომელიც სტატიები შეიძლება მაშინდელ თბილისში არც ერთ გაზეთში უფლება არ მიეცათ, რომ ასეთი სტატიები დაბეჭდილიყო. მაგალითად მოვიყვან ასეთ მაგალითს ქუთაისში 9 აპრილამდე მოხდა 8 აპრილი. ეს 8 აპრილი ქუთაისლებისთვის ცნობილია. იმ კუთხით რომ წინა დღეს სანამ 9 აპრილი თბილისში მოხდებოდა ქუთაისში სტუდენტებმა და ეროვნული მოძრაობის აქტივისტებმა მოახერხეთ საკმაოდ სერიოზული მსვლელობის მოწყობა და შემდგომში უკვე მაშინდელი ქალაქკომის დივნის და აღმასკომის თავმჯდომარის შაშიაშვილი იყო უკვე დარბევა მოხდა ჩვენი პოლიციის მიერ. და ჩვენ შაშიაშვილმა დაგარბიათ თქვენ? შაშიაშვილი იყო ლორდ გიფანიძე აღარ არის. ლორდ გიფანიძე უკვე იმ მომენტში აღარ იყო, აღმასკომის თავმჯდომარე ქალაქკომის დივანი ლორდ გიფანიძეა და აღმასკომის თავმჯდომარე შაშიაშვილია. ხო და უკვე მათ დროს ხდება 8 აპრილის ქუთაისის აქციის დარბევა, ანუ წინა დღეს ხდება დარბევა. ლორდ გიფანიძე აღარ არის უკვე ამ დროს? ამ დროს ლორდ გიფანიძე ქალაქკომის დივანი უნდა იყოს, ვარ ვცდები, მაგრამ აღმასკომის თავმჯდომარე შაშიაშვილი ეს ნამდვილად არის. დარბევაში რა იგულისხმება? დარბევაში იგულისხმება ის, რომ ჩვენ გამოვედით მშვიდობიანი აქცია მოვაწყვეთ, დავჯექით პროტესტის ნიშნად მაშინდელი აღმასკომის წინ და ავტობუსები წინასწარ მოყვანილი ყავდა და ჩვენმა პოლიციამ, მაშინდელმა მილიციამ მოახდინა ახალგაზრდების და იმ აქტივისტების, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ გაფიცვაში, ჩვენი აყვანა შეიძლება ითქვას და მათ შორის მე მასხობდნენ კიდეც ჩემ ბიჭზე ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროს ბედის მუცელში რო იყო, იქიდან დაიწყო, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე სახში რომელიც მეგონა, აგერ მე-4 თვეზე იყო ფეხბურთი, ისიც კი დააკავეს ამ აქციაზე კი ბატონო. მე რო შემიყვანეს და დამაკავეს ავტობუსში, რო დაინახა, მან თავი ვერ შეიკავა და პარალელ რეჟიმში მოხდა მისი დაკავებაც, თუმცა შემდგომში რა თქმა უნდა როგორცა გაიგეს, რომ ფეხბურთი იყო, მაშინვე განთავისუფლეს, მაგრამ ჩვენ ახლა რამოდენიმე აქტივისტი გადაგვიყვანეს და ქალაქს გაგვარიდეს, შეიძლება ითქვას. მე მაგალითად წყალდუბოში ყავდი გადაყვანილი და წყალდუბოში მოგვიწია ღამის გათევა. მეორე დღეს უკვე თბილისში რა ამბების მოხდა ყველა კი ვიცით და შემდგომში უკვე განეიტრალება სიტუაცია. 9 აპრილი რა გავლენას ახდენს ქუთაისზე?
დაიცვლება 9 აპრილის მერე. 9 აპრილის მერე უკვე აქტიურად ხდება იმ ხალხის მიერ გააქტიურება ხდება, რომლებიც მანამდე ასე თუ ისე თავს იკავებდნენ. იმიტომ რომ მე მქონდა როგორც სტუდენტ შემთხვევა, როცა მივიდიოდი ლექტორებთან და ვთხოვდი უფროსთაობასო დამდგარიყვნენ ჩვენ გვერდში და შეიძლება ითქვას ერთეულები თუ ახერხებდნენ მაშინ არათუ სიმართლის თქმას, უბრალოდ მიტინგზე მოსვლასაც და ჩვენ გვერდში დგომას. და 9 აპრილის მერე აშკარად შეიცვალა სიტუაცია, უკვე ძალიან ბევრი გააქტიურდა და თუ კი მანამდე თავს იკავებდა და კულისებში გეუნებოდა აგერავარ ჩვენ გვერდში, უკვე 9 აპრილის მერე ისინი უკვე ღიად აფიქსირებდნენ საკუთარ პოზიციას. ასეთი ცვლილება მოხდა და მეტამორფოზა მოხდა ხალხში. და 9 აპრილის მერე აქ ისევ კომუნისტები და შაშიაშვილის ხალხია? ჯერ კიდე. არჩევნებამდე კი. და როგორ იქცევიან აი ამ გარდამავალ პერიოდში როგორ იქცევა სისტემა? გარდამავალ პერიოდში სისტემა უკვე მეტნაკლებად დათმობაზე მოდის. იმიტომ რომ მიტინგი ჩატარებაც, საპროტესტო აქციაც შედარებით უკვე იოლად ხდება. თუმცა არის ახლა ცნობილი ნოემბრის მიტინგი არის მემორიალთან, რომელიც ჩატარდა, სადაც ვერგამსახურდია, მერაბ კოსტავა იყო ჩამოსული და მთელი რიგის ლიდერები და იყო საკმაოდ გრანდიოზული აქცია და ეს უნდა დაწყებულიყო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტით. და იმდენად იყო მიუღებელი მათთვის ამ აქციის ჩატარება, რომ წინასწარ გააფრთხილეს უნივერსიტეტი და მაშინდელი რექტორით, ქალბატონი ნანოლი გაგაურიძე იყო რექტორი, თავოსნობით შეეცადნენ მაშინდელი ლექტორები, რომ ჩვენი კურსისთვის, რომლებიც ფაქტურად ხელმძღვანელობთ ყველაფერს ამას და ვიყავით აქტიურები ყველაზე მეტად, იზოლირება მოეხდინათ და პირველი ზარი როცა დაირეკა პირველი ლექციის მერე, მთელი პედაგოგიური ინსტიტუტი იყო ცარიელი. ყველა სტუდენტი იყო გაშვებული სახლში. თუმცა სტუდენტები რა თქმა უნდა არ წასულან, გველოდებოდნენ ეზოს გარეთ და როცა ჩვენ დავიწყეთ სრულობა, ხომ, ყველა შემოგვიერთდა და იყო მაშინ პოლიციიდანაც წინააღმდეგობა, ახლა სახელა გვარები თუ კი ვიტყვით, ახლა მაშინდელი ლერი ხონელიძე იყო ასეთი ექიმი, რომელსაც დავალებული ჰქონდა ჩვენ წინამდე გამოსული იყო დუგლას კავთელაშვილი, რომელიც ცნობილი რეგბისტი იყო, მას დავალებული ჰქონდა რეგბისტებთან ერთად იქ ნოემბრის აქციაზე გამოსული იყო და პრობლემები შეექმნა ჩვენთვის და არ მიეცა საშუალება მიტინგი ჩატარდეს. და რანაირი პრობლემები უნდა შეექმნა? ფიზიკურად, რომ აი გადაეღობა გზა, არ მიეშვა ადამიანი თქვა მიკროფონამდე, მეგაფონამდე და რაღაც ამგვარი. რომ ყოფილიყო ძალისმიერი მეთოდები გამოყენებული და იყო რეპლიკები სხვადასხვა, რომ აი თქვენ ამაშვები და ქვეყანას აქცევთ და ამგვარ რაღაცები. და ეს თბილისშიც ხდება იმ პერიოდში თუ ქუთაისი გამონაკლისია რაღაც სპეციფიკური აქტივობა აქვს? ეს თბილისში ხდებოდა რა თქმა უნდა მანამდე, იგივე ხდებოდა ქუთაისშიც. და აი ეს სიტუაცია როდის იცვლება, აი რომ როდესაც უკვე რაღაცნაირად ნებდებიან და არ უშლიან ხელს მიტინგების და აქციების ჩატარებას. ისინი თუ კი დანებებაზე ვიტყვით თავს, ეს ხდება მხოლოდ უკვე არჩევნების შემდეგ. როცა მოხდა არჩევნების ჩატარება და ხელისუფლება შეიცვალა. არჩევნებამდე არჩევნებამდე იყო მუდმივი წინააღმდეგობა. ახლა დღეს კი იძახის, ახლა ზოგიერთი თუნდაც მაშინდელი აღმასკოვის თავმჯდომარე რომ აგე ნამოხვანგესზე და იყვენ პირიქით ხელს უშლიდნენ და იყო მოწინააღმდეგე, მაგრამ ჩვენოც ავდიოდით მაშინდელი აქტივისტები და ზვიადგამსახურდიას დავალებით იყო თხოვნა რომ გაგვერკვია რა ხდებოდა ზევით, პირიქით ამოდიოდა პოლიცია და ერთი და ორი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ხდებოდა ჩვენი დარბევა ის მაშინდელი გასული აქტივისტების დარბევა პოლიციის მიერ, მილიციის მიერ, პოლიციას აღარ. ეს სად გარბევდნენ? ჰესზე? ჰესზე ავდიოდი ჩვენ, რომ იქ ხელი შეგვეშალა მაშინდელი დაწყებული მშენებლობისთვის, მაშინ აპირებდნენ მშენებლობის დაწყებას და აქედან ამოდიოდა მილიცია, რომელიც გვარბევდა ჩვენ. და გვიშლიდა ხელს, რომ ჩვენ იქ საპროტესტო მიტინგი ჩაგვეტარებია. და ჰესის მშენებლობას რატო უშლიდით ხელს? აქ პოლიტიკური საკითხი რა იყო? აქ პოლიტიკური საკითხი იყო, რომ ეს იყო ეკოლოგიურად გაუმართლებელი. იგივე პრობლემა რადგან დღეს დგას და იგივე პრობლემა იყო მაშინაც. ჰესი შეიძლება იმ მასშტაბის არ გაკეთებულიყო, როგორი მასშტაბითაც დღეს კეთება, მაგრამ იყო იგივე ეკოლოგიურად გაუმართლებელი და ეს კი ვიცით ალბათ ამოხვა ჰესი, ხუდონ ჰესი და იყო მთელი რიგი საკითხები, რომელიც წამოწია მაშინდელმა ეროვნულმა მოძრაობამ და ამ საკითხებიდან გამომდინარე იყო აუცილებლობა მიტინგების ჩატარების, რომელშიც საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა იყო მაშინდელი ხელისუფლების საქართველოში არსებული მაშინდელი ოფიციალური კომუნისტური ქუთაისში ჩამოდიან გამსახურდია კოსტავასო და ამ მიტინგების ჩატარება მათ მიერაც ხდება ქუთაისში ამ დროს? რა თქმა უნდა. და რა ხდება ამ მიტინგებზე? რა ხალხი მიდის? მასიური დასრება
ზვიადგამსახურდია მიტინგის ჩატარების გარდა ლექციაც წაიკითხა, მაშინდელ თეატრში წაიკითხა, მესპრილ თეატრში და დასწრება იყო, გადაჭერილი იყო ეხაურა მაშინ ქართული ერის სულიერ მისიასთან დაკავშირებით და იყო მაქსიმალურად ცდილობა იმის, რომ ქუთაისში არ ჩამორჩენილი იყო არანაირად თბილისი და მაქსიმალურად ყოფილიყო იმ ფერხული ჩართული, რასაც ეროვნული მოძრაობის აქტიურობა ქვია. არჩევნები როგორ ტარდება აქ? და ზოგადად ის პროცესი, რომ ცალკე კონგრესი, ცალკე ანუ ეროვნული მოძრაობის შიგნით რო ხდება განხეთქილება წინასაარჩევნო მიიღონ თუ არა მონაწილეობა არჩევნებში? ქუთაისში როგორ არის? ქუთაისში ზიგზნობოდა დაპირისპირებულად, თუმცა ნაკლებად ვიდრე თბილისში. მაგრამ როგორც თბილისში მაქსიმალურად ხალხი მივიდა არჩევნებზე და ხმამიცა ეროვნულ ხელისუფლებას, იგივე მოხდა ქუთაისშიც. აქ წინააღმდეგობა მაინც ქუთაისში ყველას ვიცნობ და ისე დაპირისპირება როგორც თბილისში იყო, ისე დაპირისპირება ქუთაისში არ იყო. თუმცა იყო რა თქმა უნდა, რაღაც კომუნისტების მხრიდან ვინ მონაწილეობს ამარჩევნებში და როგორ აგებენ აქ? ბევრად აგებენ, ცოტათი აგებენ, როგორი პროცესი? პირდაპირ ხუთი საარჩევნო ოლქი იყო. მაშინდელი არჩევნები იყო პროპორციულიც და მაჟორიტარულიც და ხუთივე ოლქში კომუნისტებმა პირდაპირ დააგეს. კომუნისტები მაშინ ალბათ ადგილობრივი ლიდერებით, ცეკას დივნებით რაღაც რაიკომის დივნები იყვნენ, კი, მაგრამ აი შაშიაშვილმა გენჯი იყარა მაშინ. ერთ-ერთი მათგანი იმ ხუთიდან იყო შაშიაშვილის, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ გაიმარჯვება ამ არჩევნებში. მაგრამ წააგო უკვე ასე ვიტყოდი ზვიადის ავტორიტეტთან და რა თქმა უნდა იმ პიროვნებასთან, რომელიც კენჭიყლიდა ზვიადგამსახურდიას პარტიის სახელით, მე მაქვს საუბარი უზენაეს საბჭოს დეპუტატზე ქალბატონ ლიეკათაძეს. და წინასაარჩევნო კამპანია როგორ მიდის აქ, როგორ ტარდება? ნორმალურად, არაფერი ექსცესი, მაქსიმალურად ორგანიზებულად მოდიოდა ხალხი და ხო და მანამდე კამპანია, აგიტაცია, პროპაგანდა სოფლებში მიდის, ხალხის შეხვედრა, კარდაკა, რა მეთოდით ტარდება 90-იან წლებში არჩევნები ქუთაისში? პირველი არჩევნები. ჩვეულებრივი, სტანდარტული შეხვედრები მაქსიმალურად. მაგრამ ოპოზიციას არა აქვს ამ შემთხვევაში ტელევიზიები. როგორ ავრცელებს ინფორმაციას ეროვნული მოძრაობა? როგორ ავრცელებთ ინფორმაციას სოფლებში, როგორ ავრცელებთ? ეს იმდენად დიდი იყო ზვიადგამსახურდიას ავტორიტეტი, ტელევიზია და ეს უკვე დანარჩენი უკვე გაზეთები და რაღაცა უკვე მეათე ხარისხოვანი შეიძლება იტყოს იყო იმ მომენტში. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ტელევიზია რო ყოფილიყო თქვა ოპოზიციის ხელში, მაგრამ ზვიადგამსახურდიას ერთი გამოსვლაც კი იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მას, უკვე საკმარისი იყო სრულიად, რომ ხალხი მაქსიმალურად მობილიზებული ყოფილიყო მარჩევნებში. ესაა ფაქტი, ეს ქუთაისში არ ხდებოდა მარტო, ხომ ეს ხდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით და ფაქტია, რომ მაქსიმალური ხმების რაოდენობა იყო კიდეც მან მარჩევნებში. რა ხდება მაშინ, როდესაც კომუნისტები არჩევნებს აგებენ და ხელისუფლების გადაბარება იწყება? როგორ აბარებენ კომუნისტები ტექნიკურად მათ შორის რა ხდება ქუთაისში? ერთ დღეს აღარ არიან კომუნისტები და აი როგორ ხდება ამის ჩანაცვლება თქვენი მთავრობის მიერ უკვე? ახლა განსაკუთრებულად ვერაფერს ვერ იტყვი, იმიტომ რომ ჩვეულებრივ მოხდა არჩევნები. თავისით გამოვიდნენ შენობიდან. რა თქმა უნდა, მოყვა მე საკრებულოს არჩევნები და იმ საკრებულოს არჩევნებზე მაქვს საუბარი, რომელიც საკრებულოს არჩევნების დღეს ახლა რომ დავგუგლოთ კიდეც. იქაც კი არ ჩანს, რომ უზენაეს საბჭოს არჩევნების შემდგომ რომ მოხდა საქართველოში ადგილობრივი საკრებულოს არჩევნების ჩატარება და ეს მოხდა ამადამ წელს, ამადამ თვეს, ასეთი რამე ინფორმაცია არ ჩანს ასე. რატომღაც იგნორირება ხდება, რომ მაშინდელი საკრებულო საერთოდ არსებობდა საქართველოში. ეს მარტო ქუთაისზე არ მაქვს საუბარი. ეს ინფორმაცია ფაქტობრივად არ სადარდებს და თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ და შეხვიდეთ, რომ საკრებულო მაშინ არც თბილისში, არც ქუთაისში, არც თითქოს არც ფუნქციონირებდა. როცა ამ დროს საკრებულო ოფიციალურად არჩეული იქნა და საკრებულო ოფიციალურად მუშაობდა და ქუთაისის საკრებულო მე არ ვიცი სხვაგან როგორ იყო და ეს ინფორმაცია მე არ გამაჩნია, მაგრამ მე რატომღაც გონია ქუთაისის საკრებულო იყო ერთადერთი მთელ საქართველოში, სადაც მოხდა ოფიციალურად კრების ჩატარება, სადაც მოხდა ოფიციალურად კენჭის ხრა და ქუთაისის საკრებულომ გამოუცხადა დაუმორჩილებლობა მაშინდელ ეგრეთ წოდებული პუტჩით მოსულ ხელისუფლებას. ეს ქუთაისის საკრებულომ უზარმაზარი ზეწოლის ფონზე გააკეთა, როცა გარეთ ეგრეთ წოდებული ძველი ბიჭები, ქუთაისში მაშინდელი ავტორიტეტები, მაშინდელი ოპოზიციური ლიდერები, რომლებიც შემოდიოდნენ პირდაპირ ოთახში, სადაც ტარდებოდა ეს შეხვედრა, რომ თხოვდნენ, გეხოცებოდნენ, იყო მუქარები, იყო იარაღი ზეწოლა, მაგრამ შეიძლება ითქვას იმათ პლუსად იმიჭების პლუსად რომ უმრავლესობა დადგა იქ, სადაც მომდგარიყო ვაჟკაცი და სულიერად ქართველი კაცი. ქუთაისის საკრებულომ შეძლო უმრავლესობით გადაელახა ეს პრობლემა და ეს ეწოლა.
და ქუთაისის ეროვნული ხელისუფლება, ესე რომ ვთქვა, ქუთაისში როგორ კომპლექტდება? პრეფექტია, ხო, აქ ამ შემთხვევაში? კი ბატონო, ქუთაისში პრეფექტი არის, რომელიც აღმასრულებელი. ვინ არის პრეფექტი? ქუთაისში მაშინდელი პრეფექტი არის პარეულად პოლიტექნიკური რექტორი ბატონი არჩილ კოსტავა, რომელიც იყო და აღმოჩნდა იყო სიგუას რეკომენდაციით და ძალიან ცუდი როლი ითამაშა მათმა ურთიერთობამ შემდგომში, როცა პუჩი დაიწყო საქართველოში. ცუდი როლი იმგაგებით, რომ არჩილ კოსტავა ძალიან ცუდად გამოიყენა მაშინ სიგუამ და ჩვენ ჩაგვივარდა კიდეც ფარულად გამოგზავნილი წერილი, სადაც არჩილ კოსტავას თხოვდა, რომ მაშინდელი სატაკო ნაწილი, რომელიც აგერ იყო ქუთაისში ეყენა, რომ მისულიყო და მაშინდელ ვინც იყო ხელმძღვანელი რუსებისგან, რომ მოლაპარაკება ეწარმოებია იარაღის თაობას. ამას ყველაფერს ოფიციალურად ავალებდა, ეს წერილი ჩვენ ჩაგვივარდა ხელში და რომ არა ეს გადატრიალება, ალბათ არჩილ კოსტავას მოუწევდა შემდგომში ამაზე უკვე როგორც სამხედრო დამნაშავეს თუ რაც ქვია, რომელსაც უვალატა შეიძლება ითქვას მაშინდელ ეროვნულ ხელისუფლებას და მიიღო მონაწილეობა, ფაქტია რომ მიიღო მონაწილეობა ამაში. ალბათ პასუხიც მიიღო მონაწილეობა რას ნიშნავს? გამსახურდიას წინააღმდეგ იბრძოდა თუ უბრალოდ არ იბრძოდა დასაცავად? არჩილ კოსტავამ გააკეთა შემდეგი. ჩვენ საკრებულოს წევრებმა მოთხოვეთ მაშინდელ ხელისუფლებას აღმასრულებელს, მაშინ ქუთაისში შეიძლება ითქვას არაფერს არ აკეთებდა. ზვიადგამსახურდია ბუნკერში არის. ჩვენ ქუთაის საკრებულოს წევრებს და მაშინდელ ეროვნული მოძრაობის აქტივისტებს, რომლებიც დავრჩით ზვიადგამსახურდიას ერთგულები და მხარდაჭერები, ქონდა სურვილი აქედან დახმარების და არჩილ კოსტავას პასუხი იყო შემდეგი. ჩვენ თბილისიდან მიითება არ გვაქვს. მაშინ იყო ქუთაისის უშუალობის უფროსი, აქ იყო წერეთელი, პროკურორი ვარი არ მახსოვს, ყარაცხელია იყო თუ არ ვცდები, რომლებიც იყვნენ და აქტიურად ხარს უჭერდნენ მაშინდელ პრეფექტს და შემდეგი პოზიციიდან რომ კაცი ზვიადგამსახურდია, რომელიც ბუნკერშია გამოკეტილი და შიგნით შეუძლებელი იყო ბუნკერში შესვლა და იქიდან გამოსვლა, თურმე იმ კაცისგან მითითება არ ქონდა და ამიტომაც არაფერს არ აკეთებდნენ იმისთვის, რომ ელემენტარული რამე გაეკეთებინა. ელემენტარული ზემითი საუბარი რაზე, მაგალითად მე პირადად წავედი მაშინდელ ლიტოვის ქარხანაში, მოვიძიეთ თუ რამე იარაღი გააშვა, მაშინ მანჯგალაძე იყო ბატონი ვალერი მანჯგალაძე, დირექტორი ამ ტელეფონის სახნის და უშუალოდ ჩემი ხელმოწერით აი ეს იარაღი, კარაბინები, რამოდენიმე კარაბინი წამოვიღე ამ ქარხნიდან და წავიღე თბილისში. აი ასეთი რაღაცები ტყვეწამალი ვიშოვეთ და რაღაც ელემენტარული, ანუ არაფერი არ კეთდება ამას. და კაცი რომელიც არაფერს არ აკეთებს, ღიად რომელიც არის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი კაცი იმერეთში, მაგ შემთხვევაში არის თუ არა ეს ღალატი. ახლა იმ წერილზე აღარაა საუბარი, იმ ფარულ წერილზე, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ და რის გამოც შემდგომში ვაპირებთ, რა თქმა უნდა, ბატონ არჩილთან მაგ თემაზე საუბარს, მაგრამ ჩვენ უკვე აღარ დაგვრცელდა, რომ მიგვიყვანა ეს საუბარი ბოლომდე. ანუ გარდა ეროვნული მოძრაობის, ანუ ზვიადის გვალი მაგიდისა და კომუნისტებისა, ქუთაისის პოლიტიკური სპექტრი რა ჯგუფებისგან, რა პოლიტიკური ჯგუფებისგან შედგება კიდე? ყველა პოლიტიკური პარტია იყო ქუთაისში, რაც თბილისში არსებობდა. თითქმის ყველა. მეტნაკლებად ყველა ფუნქციონირებდა. მათი ურთიერთობა რითი განსხვავდებოდა, თქვა თბილისის ურთიერთობისგან ამ სხვადასხვა პარტიებს შორის? ქუთაისია ყველა ერთმანეთს იცნობს. ყველა ერთმანეთს იცნობდა, აქედან გამომდინარე ნაკლებად ვაყენ შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად მოგქონდა ერთმანეთში პირადი დაპირისპირება, თორე სხვა მხრივ რასაც ისინი ავალებდნენ თბილისიდან აკეთებდნენ ისინი და ჩვენ კიდე მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ეროვნული ხელისუფლების გვერდში ყოფილიყავი ბოლომდე. აი თუნდაც ახლა ის საკრებულოს სხდომა როცა მიმდინარეობდა, სადაც კენჭისყრა ჩატარდა და საკრებულოს უნდა გადაეწყვიტა, ჩვენ ვითანამშრომლებდით თუ არ ვითანამშრომლებდით, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც წევრები იყვნენ საკრებულოში, რა თქმა უნდა კატეგორიულად ითხოვდნენ იმას, რომ ჩვენ დამდგომოდით ბოლომდე მაშინდელ ხელისუფლებას, უკვე პუჩისტებს, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ეს არ გავაკეთეთ. ანუ მაგრამ ჩვენ ეს პირად დაპირისპირებაში არ გადასულა, იმიტომ რომ მე შემიძლია მაგალითი მოვიტანო, ასეთი კაცი იყო არის კიდე სოსო კაჭახიძე, რომელიც იყო ოპოზიციაში და ეს კაცი მიუხედავად იმისა, რომ იყო ოპოზიციაში, მე როცა აპირებდნენ უკვე მხედრიონის შემოსვლას ქუთაისში და აპირებდა მთელი რიგი ეგრეთ წოდებული ზვიადისტების ოჯახების დაბებას, ბატონი სოსო იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ინფორმაცია მოგვიტანა თუ რომელ ოჯახში აპირებდა მხედრიონის შესვლას და მაქსიმალურად გაგვარიდა შეიძლება ითქვას იმ პრობლემებს, რა პრობლემები შეიძლება და მოყოლოდა მათ შემოსვლას აქ. და ეს გააკეთა იმ პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე და იმ ქუთაისობიდან გამომდინარე. ასეთი ფაქტები იყო. მხედრიონი ცუდად მოიქცა ქუთაისში? ქუთაისში მხედრიონი ყველაზე ნაკლებად შეიძლება ითქვას, თუ კი შეიძლება ითქვას, ჭყალებში რა თქმა უნდა მოიქცა ცუდად, ყველაზე ნაკლებად ქუთაისში მოიქცა. ქუთაისში მხედრიონი
არ იყო იმ დონეზე ძლიერი, რა დონეზეც შეიძლება ითქვას, რომ იყო რუსთავში, იყო კახეთში, იყო თბილისში და ქუთაისიც არ გამოირჩეოდა იმ წინააღმდეგობით, აი როგორი წინააღმდეგობაც იყო თქვათ აფხაზეთში, როგორი წინააღმდეგობაც იყო ზვიადისტების სამეგრელოში და აქედან გამომდინარე ნაკლები მოთხოვნა იყო, რომ ქუთაისში მომხდარიყო მხედრიონის გააქტიურება. ზვიადგამსახურდიას ხელისუფლების დროს, შეიძლება ცოტა ხანია და ბევრი სარევად. ქუთაისში რა გაკეთდა ეროვნული ხელისუფლების მიერ? ანუ რა უნდა გაკეთებულიყო, რა მიზნები არსებობდა? დიდი დროა გასული შეიძლება ნაკლებად გახსოვთ, მაგრამ აი მთავარი პირობითად რა უნდა მოესწრო? ყველაზე მთავარი რაც შეიძლება ჩვენ გავიხსენოთ იმ წლებში ეს იყო ახლა კაცი პრეზიდენტად დავირჩიე და 6 თვეში უკვე კი ვიცით რომ მოხდა მისი განდევნა მთელი საქართველოს მასშტაბით იმ 6 თვეში რა უნდა მოგესწრო, მაგრამ და ქუთაისში მით უმეტეს, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც ქუთაისიდან მაშინ ხდებოდა ეს იყო რაჭაში და მაშინ ლეჩხუმში ის მიწის რაც მოხდა დამანგრეველი ქუთაისში იყო ის თავარი შტაბი რომელიც ხელმძღვანელობდა ამას ყველაფერს და მაშინ თბილისის მაშტელი მერი ბატონი თამაზ ვაშაძე იყო ამ შტაბის ხელმძღვანელი ის თვითონ ჩამოდიოდა ქუთაისში და მე მინდა ახლა ამასთან დაკავშირებდი ერთი მომენტი გავიხსენო დანიშნული არის შეხვედრა პრეფექტის კაბინეტში ხდება ეს ყველაფერი ზვიადგამსახურდიას მიყავს ეს შეხვედრა და ინტერესდება თუ რა ხდება რაჭაში ეს სამუშაოები როგორ არის და კიდე განმეორებითი ბიძგი მოხდა. საკმაოდ სერიოზული ბიძგი და ძალიან ბევრი ვინც ოთახში იჯდა გარეთ გაიქცა. კარებს ეცა და ზვიადი ადგილიდან არ დაძრდა. და ერთ-ერთი რა ზვიადგამსახურდიამ იკითხა იყო შემდეგი სიტყვები. ნეტავის საინტერესოა რა ხდება ნიკორწმინდას. ეს კითხვა იყო მის იმ ბიძგის მერე. ანუ კაცი მაქსიმალურად გადართული იყო რომ ის პრობლემები რა პრობლემებიც მაშინ ხდებოდა მიწისგან გამომდინარე რომ ეს პრობლემები მიეხედა და ბატონი თამაზ ვაშაძეს მაქსიმალურად აკეთებდა იმას რაც უნდა გაკეთებულიყო და ქუთაისლები ჩვენ თითქმის სულ ყველა ჩართული იყო იმ პროცესში აქედან რაიმე წაღება იყო ჰუმანიტარული დახმარების განაწილება იყო ადგილზე ბრიგადების ჩაყვანა იყო მაშინ ჩამოდიოდნენ სხვადასხვა მათ შორის მე მაგალითად მქონდა ურთიერთობა ვლადიკავკაზიდან ჩამოსული მშენებლები იყო მობარებული ჩემზე და ონში უკვე რამოდენიმე ოჯახში განაწილებული და მე იმაზე ყურადღების მიქცევა და ანუ მაქსიმალურად ვცდილობდით რომ ეს პრობლემები არ ყოფილიყო და მოგვარებულიყო და მაშინდელი აკეთებული გზები რო გაკეთა რაჭაში გზები თითქმის დღემდე ბოლო მომენტამდე ის გზები დღემდე შეიძლება ითქვას ფუნქციონირებდა და ეს ბოლო წლებია რაც უკვე გაკეთა ახალი ზვიადგამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ თბილისში ქუთაისში როგორ ხდება ხელისუფლების ცვალებადობა და თქვა თქვენ აქტივისტებს რომლებიც ზვიადგამსახურდიას გვერდზე იბრძოდით რა ტიპის პრობლემები გექმნებათ? ვიზეც იყო საშუალება რომ აღზრდულიყო სისხლის სამალის საქმე აღძრეს. ხდებოდა დაშინება მუქარა იარაღით, სახში მისვლა ოჯახების ვინ დადიოდა? ეგრეთ წოდებული გვარდია მხედრიონის და ეგრეთ წოდებული გვარდიის ხალხი მაშინ სამხედრო პოლიცია დაირქვეს სახელად და ეს და რა შვებოდნენ რომ დადიოდნენ? მაგალითად ჩემთან სახში რომ მოვიდნენ სახში ახლა რა უნდა მოეძებნათ ახლა მე სახში იარაღი არ მქონდა და გადაღებული მქონდა ზვიადგამსახურდიასთან ერთად სურათი და ეს სურათი წაიღეს მაგალითად და ამგარი რაღაცები ფსიქოლოგიური ტერორი შეიძლება ითქვას და რა შეურაცხყოფლად იქცეოდნენ რა თქმა უნდა იყო შემთხვევები მაგალითად ჩემ მეგობარს პირდაპირ შუა ქალაქში რომ პირში რომ ლულას იარაღი ჩაუდეს ახლა და ამგვარი მომენტები იყო თქვენ მითხარით რომ ქვეყნიდან წასვლა მოგიწიათ იმიტომ რომ დაჭერას გიპირებდნენ კი აი ესეთი ვინ იცით როგორი კითხვა მაინტერესებს ვინ ითვლებოდა ამ ხალხის აზრით დასაჭერად და რატომ რა ტიპის კატეგორიის ხალხს დაძდებდნენ დასაჭერად ყველას ხო არ დაუჭერიათ ვიღაცები დაიჭირეს ხო ჩემთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ საბაბი იმის რომ მე როცა იარაღი წამოვიღე ეს ლიაფონის ქარხნიდან ოფიციალურად ჩემი ხელმოწერა იყო ამ იარაღზე რომ მე ვიყავი პასუხისმგებელი ამ იარაღის უკან მიტანაზე ამასთან დაკავშირებით დააღწევეს და მათ დიდი ძებნა არ ჭირდებოდათ რაიმე საბაბის რომ აგერ იყო ყველაფერი გამზადებული და მაგიტომაც უმიწია დატოვება მე ქალაქს იერა ფაქტურად ქვეყნის დატოვებაზე რამოდენიმე წლით თვითმიზანი ჩემი ახლა ციხეში ყოფნა არ იყო აქედან გამომდინარე მაშინ შალვა ტყავაძე იყო ასეთი ურდული განყოფილების უფროსი ნათელი იმისუს მან მითხრა რომ რამოდენიმე წელი დატოვე ქალაქი და მე ჩვენ შევესწრებით რომ რაღაცნაირად რო გავარო სიტუაცია მოვაგვაროთ და საწყალმა მე 2 წელიწადში თავი მოიკლა რაღაც სხვა პრობლემების გამო და ფაქტობრივად მისი დახმარებით შევძელი მე ქვეყნის დატოვება მაშინ
და ინფორმაციის მიღება რომ აპირებდნენ ჩემ დაგაერთოს. და თითქმის 3 წელი ემიგრაციაში მოგიწიათ ცხოვრება. ასე. რა დაგხვდათ შეცვლილი რო ჩამოხვედით? შეცვლილი ხლა 3 წელი ქალაქში და ქვეყანაში როცა არ იქნები უცხო ხარ ფაქტიურად ორნისთვის. ბევრი რამე შეიცვალა, მიდგომა შეიცვალა, ფსიქოლოგიური ფაქტორი შეიცვალა, ხალხის დამოკიდებულება, უკვე რაღაცა ხალხი არჩევნებიც უკვე ჩატარებული იყო. ძალიან ბევრი რომელიც თავს ასახებდა ზვიადგამსახურდიას ერთგულად ძალიან ბევრი გადაბარგდა უკვე იმ ხელისუფლებაში რომელსაც უკვე ეგრეთ წოდებული შეიძლება თქვა აბիր სამოქალაქო კი უძახიან სამოქალაქო ომის ახალი სამოქალაქო არ იყო ეს ხო ეს იყო უცხო ქვეყნის თავს მოხეული რუსი იყო ფაქტიურად გინდა თბილისში და გინდა ქუთაისში მე უბრალოდ მაგალითს მოგიტანთ როცა აქეთ მოდიოდა ქობალია და ელიავა და ინფორმაცია ჰქონდა ჩვენ ხომ ავტოკარნის ბოლოში ვიყავით ჩასულები და მაშინდელმა პოლიციის უფროსმა მითხრა ია დააგვირდი მანქანები როგორ ვიყენიაო და როგორ ეყენათ მანქანები ყველა მანქანა ცხვირით ეყენა ქუთაისისკენ ანუ თუ იქით გამოჩნდებოდა ვინმე რომელიც მართლა წამოვიდოდა ქუთაისისკენ ისინი არც ერთი გამშერებელი არ იყო ეს იყო რეალობა ფაქტია და რომ არა ქუთაისის სადაგო ნაწილი და რომ არა რუსები ის არ მოხდებოდა რაც მოხდა ხომ და ჩემ თვალწინ მოხდა უკვე როცა ჩაიარა ტანკებმა ბტრ-ებმა და ის რაც მოხდა სამეგრელოში მოხდა უკვე რუსის მიერ თორ გელალანჩავას პირადად მე საკმაოდ ახლოს ვცნობი და პირადად ჩემთან აქ ნათქვამი რომ იქ ორი კაცი სამი კაცი ვიჯექით ქართველები შეგნ დანარჩენი რუსი იყო მათ მქონდა მასკებით და გადაწყული ვინც იბრძოდა მაშინ ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ ანუ ბრძოლა ქუთაისში რა ტიპის იყო ეს ბრძოლა? ქუთაისის წინააღმდეგობა რანაირი? ქუთაისში ბრძოლა ფაქტიურად იარაღით არ მომხდარა. ქუთაისი იყო ჩასული, ქუთაისელი ბიჭები იყვნენ ჩასული სამეგრელოში და ძალიან ბევრი მეგობარი ყავს, რომლებიც მაშინ იქ იყვნენ და იბრძოდნენ ზვიადგამსახურდიას მხარეს, მაგრამ მათი უკვე შემოსვლა ქუთაისში აღარ მომხდარა, უკვე მოხდა ღიად ცალკე ბალტინის ჩართვა და ცალკე ამ სადაგო ნაწილების ჩართვა, რომლებმაც მიიღეს რუსეთიდან დავალება და დაუდნენ გვერდში შევანაძის ხელისუფლებას. ანუ ქუთაისში უკვე ასეთი რაიმე, რასაც ქვია ბრძოლა და იარაღით დაპირისპირება არ მოხდა. თქვენ მითხარით რომ ბუნკერში იარაღი და ტყვია წამალი შემიიტანეთ, რაც აქ ქარხანაში წამოიღეთ. იქ რა სიტუაცია დაგხვდათ? განწყობა იყო ძალიან რთული. ყველა ხვდებოდა თუ რაოდენ დიდი მტერი იყო ჩვენ წინააღმდეგ. მაგრამ ფაქტია რომ ბოლომდე აპირებდნენ ბრძოლას. და რომ არა ის ინფორმაცია რომ უკვე რუსი ღიად იყო ჩართული ამ დაპირისპირებაში ზვიადგამსახურდია ბუნკერის დატოვებას არც აპირებდა. და როგორც კი მან მიიღო გარანტია იმისი რომ ბუნკერის დატოვების შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ბუნკერის დატოვების შემთხვევაში იქ ყოფი ბიჭები რომლებიც იბრძოდნენ ზვიადგამსახურდიას მხარეს უუნებლად დატოვებდნენ იქაურობას ზვიადგამსახურდია დათანხმდა იქაურობას. თუმცა რა თქმა უნდა ეს პირობა არ შეასრულეს და აღაიანეს ველზე რაც მოხდა და ის ახალი წვეულები როგორ ჩახოცეს საქმის წყურში ალბათ მთელი საქართველო ხო? და მე ზვიადგამსახურდი როგორ დიეს საზღვრამდე რომ როგორმე ფიზიკურად გაიკეთებიათ ლიკვიდაცია. ეს პირობაც კი არ შეასრულეს. ზვიადგამსახურდიას გარდაცვალების მერე რა ხდება ზოგადად? ზვიადგამსახურდიას გარდაცვალებამ რა შეცვალა თუნდაც მის თანამებრძოლებში? როცა ლიდერი მიდის როგორ ისეთი ლიდერი როგორც ზვიადგამსახურდია ეს ბევრ რამეზე აისახება. კი მისვრა იყო მცდელობა აგერ ელიავა მაქსიმალურად იბრძოდა ბოლომდე და როგორ დამთავრდა კი ვიცით აგერ ზესტაფონში მუხანათურად როგორ მოხდა ელიავას და გვილავას ლიკვიდაცია. შემდგომში იყო მცდელობა შევანაძის ტერაქტის იგაჩართული იყვნენ ბიჭები და ეს ტერაქტის არ გამოვიდა და მოხდა მაშინდელი ლიდერების დაკავება ლოთიქობალიას, გურამ აფსანძის და მთელი რიგი ლიდერების და არ გამოვიდა ეს ამბაც. თუმცა აქ საინტერესო მომენტი ისაა რომ 2003 წელს კვლავ მოხდა გაერთიანება ეროვნული ლიდერების. კვლავ მოხდა გაერთიანება უზენაეს საბჭოს იმ დეპუტატების რომლებმაც არ უღალატეს ზვიადგამსახურდიას. და შეიქმნა მაშინ ეროვნული თანხმობის და აღორძინების კავშირი, რომელიც ლიდერი იყო გურამ აფსანძე, სადაც მოხდა ზაურ ხობალიას, ვალტერ შურღაიას, ნემო ბურჭულაძის და ამ ლიდერების გაერთიანება და
არჩევნების წინ სანამ ჩატარდებოდა ეს 2003-ში არჩევნები, რომელიც შემდგომში ნახევრად გაუხდა, გადავწყვიტეთ გადაგვეკეტა რკინიგზა სამტრედიაში, რომ არსებულ ხელისუფლებას მეტნაკლებად ყურადღება მოექცია და გარკვეული ჩვენი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. და აქედან ქუთაისიდან ამოდენიმე ავტობუსი ჩავედით და სამეგრელოდან დაახლოებით 5000 კაცამდე ჩამოვიდა და ჩვენ არა მხოლოდ რკინიგზა გადავკვეთეთ, არამედ გადავკვეთეთ გზაც, სამანქანო გზაც. და რაც ჩვენ ვიყავით ჩასული, გარნაკლები უკვე აქედან მობილიზება გააკეთა არსებულმა ხელისუფლებამ საკუთარი ძალების და არ მოგვცეს საშუალება, რომ ჩვენ ბოლომდე მიგვეტანა და გაგვეხორციელება ის სრული ჩვენ ხონდა. და მაშინ ნათაძეც ჩვენ გვერდში იყო მაშინ მოსული და რამოდენიმე კაცი რომ შევიკრიბეთ და უნდა აგვეყო ჩვენ თავზე რა გვექნა. ანუ ჩვენ მზად ვიყავით კიდეც დავერბინეთ. არა ბოლო მომენტში მაინც ვერ ავიღეთ ჩვენ თავზე რომ მაშინდელ სამხედრო ნაწილებს დაერბია ჩვენი ვინც იყვათ აქტივისტები და დავიშალეთ ჩვენ. ახლა მე რატო ყვები ამას? აქ საინტერესო ის არის რომ შემდგომში იგივე ფაქტურა სცენარი რაღაც რამოდენიმე დღეში განახორციელა მიშა სააკაშვილმა. ანუ ისევ ჩასვლა წალენძიხაში, იქ შეკრება ძირითადად ისე ზვიადგამსახურდიას მომხრეების და მსვლელობა უკვე თბილისში. აქ საინტერესო ის არის რომ ჩვენ თუ აგერ სამტრედიაში რამოდენიმე 1000-მა სამხედრომ გადავიკვეთა გზა და სპეცნაზმა ისე ჩამოვიდა სააკაშვილი თბილისამდე ერთი პრობლემა არ ქონია და ერთი პოლიციელის კი გზაში არ დახვედრია. და ახლა ელემენტარულია ხო სცენარი ფაქტურად გამოდის რომ წინასწარ იყო შეთანხმებული და შენ ვინ მოგცემს იმის საშუალებას ჩამოხვიდა და ასეთი ღონისძიება ჩაატარო, როცა აგერ წინასწარ გათვლილია თურმე იგივე ღონისძიება და იგივე რამ რაც შეუგინოა გაკვეთება, თურმე აგერ შეიძლება უნდა განეხორციელებია ვარდების რევოლუციის სახელით მიშა სააკაშვილს. და ამიტომაც ჩვენ ფაქტურად ხელი შეგვიშალეს მაქსიმალურად, როცა აგერ რამოდენიმე დღეში იგივე განახორციელა მიშა სააკაშვილმა პირიქით ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დათმეს პოზიციები და გადააბარეს ხელისუფლება. ხელისუფლებაში შევარნაძის დაბრუნების შემდეგ, ესე რომ ვთქვათ, ქუთაისში შაშიაშვილი ბრუნდება ისევ. კი, ქუთაისში ისევ შაშიაშვილი ბრუნდება. როგორი მართველია შაშიაშვილი ქუთაისის და რას აკეთებს ის აქ, იმიტომ რომ მე მახსოვს რომ თითქოს ის დაახლოებულია ყველაზე ახლოს შევარნაძესთან და რაღაც სახეიროსაც აი ბავშვობის ემოცია რო გაქვს ჩარჩენილი რომ სულ აქტიურობს რაღაცას და პირობითად მე მახსოვს სამეგრელოში ამბობდნენ რომ აი შაშიაშვილი ნახე რამდენ ამეს აკეთებინებს შევარნაძეს. თითქოს ამას უფასებდა. ან შეიძლება შორიდან მაყურებელი უფასებდა, ვინც არ იცოდა აქ რა ხდებოდა თქვა. აი თქვენი თვალით რა ქონდა შაშიაშვილის შევარნაძის პერიოდის მმართველობას დასაფასებელი და კრიტიკული? ფაქტი ის რომ ჯერ შევარნაძის გვერდში გახარ და შევარნაძე გაფასებს და შენს ატივისებს შევარნაძეს და გახარ მის გვერდით, იმიტომ რომ საქმე გინდა გააკეთო ქვეყნისთვის, ეს უკვე უტოპია, ხო? როგორ შეიძლება შევარნაძე რომელმაც მოახდინა საქართველოში სამხედრო შეერეგეული გადატრიალება და ის უბედურება, რაც საქართველოს ჭირს იმ 22-23 წლის წინანდელი იმ გადატრიალებიდან გამომდინარე არის. და შენ იმ ქვეყნის და იმ კაცის იმედი გაქვს და იმ ქვეყნის სამზაკუში დგები და წინას არ იცი რომ შედეგს ვერ მიიღებ ვერანაირს. იმიტომ რომ შევარნაძეა ხელისუფლებაში და ხდება ერთპიროვნული მმართველობა და ამ დროს მოდიხარ და შენ ცდილობ რომ ქვეყნისთვის სასეკრეტო საქმე გააკეთე. ეს ხო უკვე წინასაც წაგებული საქმე აქვს. და შენ მიდიხარ ფაქტურად ვაბანკზე რომ გინდა საკუთარი პოპულიზმით გადაფარო ყველაფერი ის დანარჩენი რა პრობლემებით მაშინ ქუთაისს და სრულიად საქართველოს გააჩნდა. რა გაკეთა ქუთაისში არც არაფერი ხო? ქუთაისში იყო ერთი ჩვეულებრივი ქალაქი, რომელიც ცხოვრობდა მაშინდელი ცხოვრებით და რაიმე განსაკუთრებული ქუთაისში აკეთებული იყოს, მე ვერაფერს არ ვიცი. ისევე როგორც თელ საქართველოში. ქვეყანა მიდიოდა უკან და მიდიოდა უკან ქუთაისს. ვერ ვიცით ვერაფერს. თქვენ მითხარით თქვით რომ ელიავას და გვილავას кейსი ახსენეთ, რომ როგორც ცუდი შემთხვევა თუ ღალატის შემთხვევა. ბევრი გამიგია ამ ტყუილმართალი ამ შემთხვევაზე. ის რაც მოხდა ელიავას და გვილავას მუხანათურ ყოლობასთან დაკავშირებით, ამაზე ერთადერთი სახელი შეიძლება დაერქვას, ეს არის არაკაცობა და რატომ? მიდიხარ კაცს აკავებ, ჩადიხარ მოლაპარაკებაზე, როგორც ხელისუფლების წარმოადგენელი, აქ მხოლოდ შაშიაშვილზე არ მაქვს საუბარი, აქ მაქვს საუბარი დანარჩენებზეც, რომლებიც იქ იყვნენ და იღებდნენ ამ მოლაპარაკებაში
ანუ მან მოხდა რომ თვითონ ამ ხალხმა დააკავეს ვიღაც, ხო? ელიევამ და იმან. არა ვიცი, ელიევა და გვილავა ზესტაფონში გააჩერეს და მათ უკვე რო გააჩერეს, ხო, იძულებული გახდნენ თვითონ აეყვანათ მერე მძევლად. მაგრამ უკვე წავიდა მოლაპარაკება შემდგომში, რომ პრობლემის გარეშე გაუშვებდნენ და გზაში სიტყვა ითქვა იქ, რომ პრობლემის garaში გაუშვე, მანქანები უყვანეს კიდეს და კადრებიც ამისი, ხო? ხალხი ემშვიდობება, გამოდის შეულებრივ ოთახიდან. ვინები არიან მოლაპარაკებაში? ამ მონაწილეობს მოლაპარაკებაში. მონაწილეობას ვინ იღებდა? ახლა პოლიციის მაშინდელი უფროსის და შაშიაშვილის გარდა ვერ იყო. ესენი შაშიაშვილი და პოლიციის უფროსი მონაწილეობს. კი, ბატონო, ისინი იყვნენ ჩასულები, მაგრამ სხვა ვინ იღებდა მონაწილეობას, მაგას ვერ იყო. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მოლაპარაკება შედგა და ელიევა და გვილავა არც ისე შემთხვევითი ხალხი იყო, რომ ისინი ასე უბრალოდ დაეჯერებინა და დათანხმებულიყო. ესე იგი, ითქვა იმ დონეზე, რომ მათ დაუჯერეს მათ, ხო? და იმის გარანტია მიიღეს, რომ მათ სამეგრელოვანე პრობლემა არ შეექმნებოდა. უკან დაბრუნდებოდნენ. რა თქმა უნდა. და რა მოხდა? კიბეზე ჩამოსვლისას მოხდა სნაიპერის მიერ ორივეს ლიკვიდაცია. და ერთ-ერთი წინააღმდეგობის ბასტიონი, რომელიც მაშინ არსებობდა მეტნაკლებად გამოკვეთილი ეგრეთ წოდებული ზველისტების სახით, ამ ელიევას და გვილავას ლიკვიდაციით ფაქტიურად ეს ჯგუფის დაიშალა. და იმ ბიჭებს მოუწიათ მე უკვე ტყეში ყოფნა და გაქცევა და მათ ეს სისხლისამართლის საქმეების ზაღზრვა და 1000 პრობლემები და შემდგომში რო არა ეროვნული ვთქვათ თანხმობის კავშირის გურამაფსნაძის ხელისუფლებაში მოსვლით, რომელმაც ერთადერთი შეიძლება ითქვას, რაც გააკეთა კარგი სააკაშვილთან მიმართებაში, სააკაშვილის პრეზიდენტის ბრძანებულობით ის ბიჭები, რომლებიც 200 კაცზე მეტი წლების განმავლობაში, რომლებიც გაქცეულები იყვნენ და საკუთარი სახლი ნანახი არ ქონდათ და ეს გრძელებოდა წლების განმავლობაში და იყვნენ სისხლისამართლის საქმე იყო აღზრული, მოახსნევინა სისხლისამართლის საქმე და მერე მოხდა ამ ბიჭების დაბრუნება უკვე და ამინისტია და ასე რაღაცები. თუმცა ეს არ გავრცელდა იმ ბიჭებზე, რომლებმაც მოახდინეს ტერაქტი თბილისში შევანაძეს. დანარჩენები სულ ყველაზე მოხდა შეწყდება. და მათ შორის, რა თქმა უნდა, იმ ელიევას ხალხზე, რომლებიც იბრძოდნენ ელიევას გვერდში. და იმ ბიჭებმა, რომლებმაც მიიღეს ტერაქტში მონაწილეობა, ისინი ბოლომდე იჯდნენ 18 წელი, 16 წელი, 20 წელი ზოგმა მოიხადა ამ ტერაქტის გამო. შეუმდგარი ტერაქტის გამო. ქუჩაში რა ხდება ამ დროს? ქუთაისში. მტკვარ-მართალი როგორ ირჩევა? და ზოგადად რამდენად არის კრიმინალი ქალაქში? მტკვარ-მართალი ახლა იმ დონეზე ხდება, როცა წარმოიდგინეთ ახლა ქუთაისში იმ დროს კრიმინალის garaშე საქმე არ წყდებოდა. ის კი არა, მაშინ ხაჩიშვილი რო იყო ჩამოსული მინისტრის მოადგილე შეხვედრაზე, რომელიც შეხვედრა ჩაჩიაშვილის მიყავდა, ესწრებოდა ეგრეთ წოდებული მათ ცნობილი იყო მაშინ შედანანიკაშვილი ქუთაისში ასეთი პიროვნება. ხაჩიშვილთან როცა მიდიოდა საუბარი გარკვეულ თემებზე, ჩაჩიაშვილი იმოწვევდა ბატონოშედან ხომასია და ხომ სწორს ლაპარაკობდა, ხო დამეთანხმები წარმოიდგინეთ ახლა რა დონეზე მძლავრობდა კრიმინალი მაშინ ქუთაისში. ეს იყო რეალობა და ეს იყო ასე. ხო, მაგრამ რა საფუჭებდა? თქვენ გულისხმობთ შავ სამყაროს ამ შემთხვევაში, რომელიც ამასთან არის. მაგალითად რითი ესეთ კითხვას დავსვამ. რა თქმა უნდა, შაშიაშვილი დღეს გამოდის ამბობს, რომ მე უთხარი ქუთაისელ კლუბებს, რომ დატოვეთ ქუთაისი და დამიჯერეს და დატოვეს ქუთაისი. მართლა და შემდგომში თურმე მადლობაც კი შემოუთვლიათ მათ რუსეთიდან, რომ აი რა კარგია, რომ ჩვენ მოგვეც საშუალება და გვირჩია რუსეთში წასვლა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ესე იგი მადლობას უხდიდნენ იმაზე, რომ ჩვენ იქიდან დაგეხმარებით, ისე გამოვიდა თითქოს, რომ აი წავალთ და უცხოეთიდან დაგეხმარებით რუსეთიდან, αλλά როგორ უნდა დაგეხმაროს, αλλά კრიმინალი უცხოეთში წასული კრიმინალი აქ ადგილზე მყოფ ხელისუფლებას მაგის ალგეთ ემარა თქო. და თქვენი დაკვირვებით ეს კრიმინალი შავი სამყარო ესე რომ ვთქვათ, იმ პერიოდის ხელისუფლებას ეხმარება თუ ნეიტრალურია მათგან და მათგან არ კონტროლდება? თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებოდა? ხელი ხელსბანს ორივე პირს ეს პოლიტიკა იყო მაშინ. ეს იყო ურთიერთშეთანხმებით გარკვეულწილად რაღაც საერთო გამოძებნილი და იმ საერთოში გადაკვეთის ადგილები იყო ნანახი და იქიდან გამომდინარე ხდებოდა მათ შორის ურთიერთობა. იმას ვერ ვიტყვით, რომ ახლა კრიმინალი აკონტროლებდა 100% ხელისუფლებას და ხელისუფლება თქვა აკონტროლებდა კრიმინალს, მაგრამ იყო რაღაც საშუალო მოძებნილი და იმ საშუალოდან გამომდინარე ყოველს ნახულობდნენ საერთო ენას. ეს იყო რეალობა.
ვარდების რევოლუცია რას ცვლის? ვარდების რევოლუცია ცვლის იმას, რომ თუ ადრე იყო გაურკვევლობა, შეიძლება ითქვას, საზოგადოებაში და ადამიანი ცდილობდა ენახა საკუთარი თავი. დამოუკიდებლად ვარდების რევოლუციის მერე უკვე მეტნაკლებად გასახანი უფრო მიეცა ახალგაზრდაობას. თუ ჩვენ დროს, აი მე რო დავამთავრე, უნივერსიტეტი დავამთავრე და ისეთი პერიოდი დაემთხვა, უკვე არეულობა იყო და იმის საშუალება, რომ ახალგაზრდა თაობას მოენდომებინა და საკუთარი თავის ძებნით, სწავლით რაღაც მოეძებნა საკუთარ თავი, უთულეს იყო და ამ ვარდების რევოლუციის მერე მეტი საშუალება მიეცა უკვე ახალგაზრდა თაობას, შეიძლება ითქვას ამ კუთხით აშკარად კი წინ გაგუნებიჯი იყო. ხლა იმაზე აღარა საუბარი, რომ კრიმინალი უკვე ისე აქტიურად ვეღარ ერევა დაწყებული პოლიტიკური ცხოვრებით, დამთავრებული ისე დანარჩენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ესეც ფაქტია, თუმცა ერთი დიდი შეცდომა დაუშვეს ვარდების რევოლუციის დროს, რამოდენიმე წლის მერე უკვე იმდენად იფიქრეს, რომ არ მოეთხოვებოდა პასუხი და იმდენ ძლიერები იყვნენ, უკვე ის რაღაც ხაზი, რომელიც არ უნდა გადაიკვეთათ, გადაკვეთეს და უკვე პიროვნულად დაიწყეს ისეთი ორგანიზაციების და ისეთი პიროვნებების დატერორება და შეიძლება ითქვას ქონებებით დაწყებული, დამთავრებული ფსიქოლოგიური ტერორით, რომელიც უკვე მაქსიმალურად გამოიწვია აგრესია ხალხში. ანუ მათ ის პირველი რამოდენიმე წელიწადი რაც ხდებოდა, აი იმ პოლიტიკის დონეზე რომ დარჩენილიყვნენ, შეიძლება ითქვას, რომ შემდგომში ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება მასით არ მიაღოთ, შეიძლება ითქვას კიდეც. იცით რა მაინტერესებს? საკმაოდ რთული დროა 80-იანი წლების ბოლო და 90-იანები მთელ საქართველოსთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის. ბევრი გამოწვევებით სავსე ხან კრიმინალი, ხან პოლიცია, რომელიც ასევე ძალიან შეზრდილია, მილიცია, რომელიც შეზრდილია კრიმინალს. იქ ხან ერთი მთავრობა, ხან მეორე მთავრობა, იქ ერთი ლიდერი, მეორე ლიდერი. რა ითვლება კარგ კაცობად ამ პერიოდში და რა არის მიუღებელი? რაც არ მოსულა. აი ამ თუნდაც იმ დროს, როცა ზოგადი წესრიგი არ არსებობს და საზოგადოება თვითონ არ ყვევს რა მოსულა და რა არ მოსულა. ეს არც არაფერი შეცვლა, როგორც 30 წლის წინ ისევე დღეს. კარგ კაცობად იყო და არის პიროვნება, რომელსაც ღირსება გააჩნია, ახლაც იგივე არის, არაფერი არ შეცვლა ამ კუთხით. ხო, მაგრამ რთულ დროებში ხო ღირსება სხვადასხვა ფორმას იღებს. ღირსების განმარტება. არა, ღირსების განმარტება შეიძლება მისთვის იღებს, იმისთვის, სხვა ფორმას, რომელიც დღესაც ახლა ისეთი ხალხი გამოდის და გელაპარაკება ღირსებაზე, მაგალითად ახლა გამოვიდა ხაინდრავე იყო გამოსული და დაბადების დღე ახსენა გიაჭანტურიას და მისთვის რომ გიაჭანტურიასთან მეგობრობდა, მისთვის ეს არის ღირსების თემა და რომ დაელაპარაკოთ დღესაც რომ უთხრა გიაჭანტურია იყო ერთ-ერთი ამაქსევარი და პუჩისი და არანაკლები ვიდრე სიგუა და ვიდრე კიტოვანი, ეს მისთვის მიუღებელია და მისთვის ეს ღირსების თემა ეს დღესაც, იმიტომ რომ ის ასე ცდილობს, იმიტომ რომ ის ფაქტიურად საკუთარი ცხოვრების წესს ამართლებს. რომელიც საკუთარი ცხოვრების წესის გამართლებას ცდილობს, როცა ენას ვალი არ აქვს, შეუძლია ნებისმიერ შემთხვევაში როგორც უნდა ისე მოაბოს ხოთანს ყური, ხო? რა მნიშვნელობა აქვს მაგას რა დრო იქნება და რა ეპოქა იქნება და რა სიტუაცია იქნება. თავარია ქმედება და მის მიერ ჩადენილი ქმედება, როგორ მოიქცა იმ დროს და როგორ მოიქცეოდა ის დღეს. და დღეს ახლა ზოგიერთმა მონახა საკუთარ თავში ამისალა. მაგალითად მე მინდა მოვიტანო მაგალითი ნოდანათაძის, რომელმაც შეძლო საკუთარ თავში მოენახა ძალა, თუმცა ძალიან დაგვიანებულა და ეთქვა ხმამაღლა, რომ ის რაც თავის დროზე გააკეთა, არ უნდა გაეკეთებინა ზვიადგამსახურდიას და ეროვნული ხელისუფლების წინაშე და ეს აშკარად დასაფასებელია. აშკარად. თუმცა ძალიან დაგვიანებულია. მაგრამ მეორე ინფორმაცია მაგვენ ნოდანათაძე, რაც კარგი არ უნდა დავიწყო, აი ვაშაძეს აქვს ამაზის მონაყოლი ეს ქალაქის თბილისის მაშინდელმერს ახალი დაწყებულია თბილისში გამოსვლები უკვე ხელისუფლება უკვე ჯერ პუჩი არა მოხდარი, მაგრამ მალე უნდა მოხდეს და მოდის ჯანსუღ ჩარკვიანი უნივერსიტეტის წინ. მაშინდელი შეკრება ხდება ოპოზიციონერების და მოაქცია. და იმ სიაში ამბობს აქ წერიაო, იმ ხალხის სიაო, ვინცო ზვიადგამსახურდიამო ხელი მოაწერა და დასახვრეტისიაო და აქო მათ შორის მე შეყვანილი ვყავარო.
და ბევრი ახლა გადაირია ახლა და დაინტერესდა ხო მაშინდელი მით უმეტეს ახლა ეგრეთ წოდებული წითელი ინტელიგენცია ყველა უმრავლესობა ოპოზიცია იყო და მათთვის ეს იყო ცეცხლზე ნავთის დასხვა და ესია გამოუთვევენ ოდარის ნათაძეს და გადაუხედავს ამ სიასთვის და მოტრიალებულა და უთქვია ჯანსუხ შარკვიანისთვის რომ ბატონო ჯანსუხო ეს სიაო რაც თქვენ მოიტანეთო ეს არ არისო მართალი და სწორი ინფორმაციაა და რატომ უკითხავსო აქ იმდენი გრამატიკული შესვენაა დაშვებულიო ზიად განსახურდია ამ სიასო არ დაწერდა ეს მის დაწერილი არ არის ეს როგორ შეიძლება ახლა აი იმ დროს წარმოიდგინეთ 91 და 92 წლებში როდან ნათაძე ნახულობს იმიზალა საკუთარ თავში რომ თქვა ზეს მიუხედავად იმისა რომ მაშინ ის 100% მოწინააღმდეგე იყო ზვიად განსახურდიას და ამბობს იმ ხალხში სადაც 100% ყველა მოწინააღმდეგე იყო ზვიადის და მათ შორის ახლა შარკვიანზე აღარ ამაქვს საუბარი. ადგილობრივ დონეზე თუ იყო ასეთი აღიარებები, აი ეს ხო მარტო თბილისში ხარ ყოფილა ზვიადის წინააღმდეგობა და უჩის მომხრეობა იყო ადგილობრივ დონეზეც ქუთაისშიც იყო ვიღაცა ვინც თავის დროზე გებძოდათ და მეორე მხარე ეჭირა. აი იმ ადგილობრივ დონეზე თუ ყოფილა ეს აღიარებები რომ მაშინ შეგვეშალა როგორ რაც თქვენ ახლა ნათაძეზე მაგალითი თქვით. ადგილობრივ დონეზე ახლა ძალიან ძნელი საქმეა. ახლა ადგილობრივ დონეზე აღარ არის. შენ ლიდერი რო აღიარებს რომ შემეშალაო რაღაცა შენ ხო უნდა თქვა. არა კი, მასე არის, მაგრამ ერთეულები ამბობენ კი ბატონო, თუნდაც აი ქუთაისში მაშინ ჩვენ ძალიან დიდი დაპირისპირება მოგვივიდა, როცა გამოსვლები იწყებოდა კაკოვბოგიძესთან. კაკოვბოგიძე იყო მაშინ პოლიტექნიკურის ლექტორი, როცა პირველი გამოსვლები ტარდებოდა ქუთაისში. და იყო შემთხვევა, როცა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი აპირებდა გამოსვლას ზვიად განსახურდიას ხარაჯერად და კაკოვბოგიძე ლამი შემოგვივარდა და სულ ზვიად განსახურდიას ლეკვები და რეები არ გვიძახა და ახლა ბიჭებმა იქ საკადრის პასუხი გავეცეთ რა თქმა უნდა. და თუმცა მე შემდგომში კაკოს თვითონ აღნა თქვამი რომ ის რაც მოხდა ჩვენს გადაცემაში თქვა სხვათაშორისო. კი ბატონო თქვენ გადაცემაში თქვა ეთანხმებით და თქვა მაგრამ რო თქვა იმის იქით მეტი არაფერი ანუ მაინც ბოლომდე არ თქვა თქვა მაინც ნახევრად ანუ ნახევრად სიმართლე და ახლა ბისმარკის ის არ იყოს მაინც დიდი ტყუილი იმალება და რაოდენ ახავს ახლა საკუთარ თავში რომ ბოლომდე თქვა ეს სიმართლე მაგის ცალკე თემაა თორე კაკო იყო ერთ-ერთი აქტიური რომელიც ზაქოდა რომ ბუნკერშიო მაშინ თვითონავად ვაპირებდნენ იმის ავზის ჩაგდებას და აბეთქებას და რა ვიცი ათასუბედურებას იყო შემთხვევა ქუთაისის პრესკლუბის და სტუდენტების სასახელოდ მინდა ვთქვა იყო მცდელობა თბილისიდან მაშინ გოგუაძე იყო თბილისის უნივერსიტეტის პრესკლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ექტურაშვილი მელაშვილი ფიქრიაჩიხრაძე ისაკაძე და ბევრი იყვნენ და ისინი ჩამოსული იყვნენ კიდევ ქუთაისში რომ ჩვენთან ურთიერთობა დაელაგებინათ და უნდათ რომ ჩვენს მიგიღო მონაწილეობა ზვიად განსახურდიას წინააღმდეგ მაშინ როცა თბილისის პრესკლუბმა დაიწყეს ზვიად განსახურდიას წინააღმდეგ გოგუაძის მეთაურობით გამოსვლები და ჩვენ და სასახელოდ უნდა ითქვას რომ ჩვენ არ ავყევთ ამაში და ჩვენ კატეგორიულად გავებიჯნეთ თბილისის სტუდენტობას იქ ბევრი იღებდა მონაწილეობას კაციტაძე იყო და ბევრი იყვნენ მაშინ სტუდენტები რომლებიც უშუალოდ ქუთაისში იყვნენ ჩამოსულები და იქიდან გავიცან ისინი და ჩვენ მაქსიმალურად შევიკავეთ თავი და დავდექით იქ სადაც ვერ გამსახურდია და ეროვნულ ხელისუფლება იყო თუმცა იყო მძლავრი ფრაქცია გილია ჭავჭავის საზოგადოების ქუთაისში იყო ზურაბ ჭავჭავაძე და თამბიკო ჩხეიძე ჩამოდიოდნენ და მათ ყავდათ ძლიერი გუნდი მაშინდელ სტუდენტებში მაგრამ ვერ შეძლეს მაინც რომ ქუთაისის სტუდენტების უმრავლესობა დამდგარიყო მაშინდელი პუჩების გვერდში ეს არ გამოვიდათ ეს ქუთაისის სტუდენტების შეიძლება ითქვას სასახელოდ უნდა ითქვას და თბილისში ვერ მოახერხეს თბილისში მაინც ეს აქტიურები ვინც იყვნენ და მაშინდელი პრესკლუბს ვისაც ვინც წარმოადგენდნენ მაინც იმართებოდნენ მაშინდელი ხელისუფლების მიერ და ამის ხელმძღვანელი ერთ-ერთი გოგუაძე იყო დღევანდელი გადმოსახედიდან და ამ გამოცდილებით რაც ახლა გაქვთ რას გააკეთებდით სხვანაირად იმ პერიოდში რომ აი 1990 წელი რო იყოს და ასეთი გამოცდილება გქონდეთ რაც დღეს გაქვთ ძალიან ძნელი საქმეა იმიტომ რომ თუ გადავხედავთ ისტორიას ერთ რამეზე შევთანხმდებით ალბათ რომ მაშინდელ საქართველოს ფაქტიურად მთელი მსოფლიო დაუპირისპირდა და თუ არ დაუპირისპირდა ხარიც არ დაუჭირა და ბევრი დამკვირვებლის როლში აღმოსა და ბევრმა პირიქით ხელიც კი შეუშალა და როცა მთელი მსოფლიო გიპირისპირდება და ისეთი მტერი ყავს როგორი მტერი ზარყორია თავის დროზე დავით აღმაშენებელსაც ძალიან რთულია თქმა იმისი თუ რას იზამდი და რას გაკეთებ ძალიან რთულია მე მაგალითად ისტორიის ანალიზს თუ დავიწყებდი და წამოვწევდი იმ თემას რასაც ქვია საქართველოს უახლეს ისტორია და შევთავაზებდი უკვე სხვა მხრიდან დღევანდელ თქვათ თუნდაც ახალგაზრდა თაობას და საზოგადოებას მე დავიწყებდი
1990 წლის პრაღის 21-ე რეზოლუციის შესწავლით და იმ წინაპირობებით თუ როგორ მოხდა მაშინდელ სოფლიოში ეგრეთ წოდებული მაშინდელი დისიდენტური წრეების მიერ იმ პრაღის 24-ე რეზოლუციის მიღება. ფაქტიურად ჩვენ გუშინ საუბრობდით ქალბატონ ლია კაცაძესთან, უზენაეს საბჭოს დეპუტატთან და იქ ახსენა ქალბატონ ლიამ პუჩი დაიწყო არა 91 და 92 წლებში, არამედ დაიწყო 1990 წლის 24 მარტის პრაღის რეზოლუციით. სადაც იყო ჩასული ჭანტური, სადაც იყო ჩასული სარიშვილი, სადაც იყვნენ გუდაევის ძმები ჩასული და იქ მოხდა მაშინდელი ეგრეთ წოდებული ვითომ ოპოზიციის იმათგან ამ მიღება რეზოლუციის, რომ აი თვითონ ზვიადგამსახურდია იყო ის კაცი, რომელიც აწამებდა ოსებს. მაშინ პირველად ისრაელში გავრცელდა კადრები, მე მთელ ევროპაში გავრცელდა ხაინდრავაც კადრები, სადაც იყო ფაქტი ნაჩვენები, რომ როგორ დაწვეს ხეზე მიაბეს და დაწვეს ერთ-ერთი ოსი აქტივისტი და პირიქით, როცა ამ დროს ქართველი იყო და ქართველი დაწვეს და ქართველის კადრები იყო. მაშინ გამოვიდა სხვადასხვა ყარყარაშვილიც, რომელმაც გამოაცხადა, რომ როგორ აფხაზებს როგორ ცუადექცევიან და ამით ჩვენ ფაქტიურად ჩვენ თვითონ ეგრეთ წოდებულმა მეხუთე კოლონამ მაშინდელმა მივეცით საშუალება ეგრეთ წოდებულ სოფლიო პრესას და ეს თემები აეგორებინათ, ხო? და ამაში უკვე ფაქტიურად ბუში და გორბაჩოვის შეხვედრა რომ მოხდა, იქ პირდაპირ გამოვიდა გორბაჩოვი მალკის ხელშეკრულების მერე და პირდაპირ ხო რომ თუკი იმ ახალ ტრანსფორმირებულ საბჭოთა კავშირში არ შევა საქართველოს დაკარგავს აფხაზეთსაც, საქართველოს დაკარგავს სამხრეთ ოსეთსაც. მაშინ ეთქვა რომ მანამდე ეს პრაღის 24 რეზოლუცია იყო. მანამდე ჩვენ თვითონ ქართველები ეგრეთ წოდებული დისიდენტები ვიძახით, რომ ჩვენ აგერ ამას ყველაფერს მართლა ვაკეთებთ ოსების და აფხაზების წინააღმდეგ. როცა შენ თვითონ ამას იძახი, კადრებს არ ვცელებ და ამაში ხარს გიჭერს მე ეგრეთ წოდებული სოფლიო თქვა დისიდენტური მოძრაობა, სოფლიო დისიდენტური მოძრაობის სახელით დამასაკეთებს, უკვე ძალიან ძნელია დღევანდელი გადასახედიდან თქვა, რომ მთელი სოფლიოს წინააღმდეგ მაშინ არ უნდა გეხმო. თქვენი აზრით რა შეცდომა დაუშვა ზვიადგამსახურდიამ, რომ მოსვლიდან და ძალიან მაღალი რეიტინგით მოსვლიდან მალე დაკარგა ხელისუფლება? მე ასე ვიტყოდი, შეუმსწარი არავინ არ არის. არც პიროვნულად და არც ხელისუფლებაში ყოფი არავინ, მაგრამ ზვიადგამსახურდია შემიძლია თქვა, რომ ზვიადგამსახურდიას ქვეყნისთვის საზიანო არც ერთი სტრატეგიული შეცდომა არ დაუშვი. ამას ვიტყვი დაბეჭდი. არც ერთი სტრატეგიული შეცდომა. და რომ არა იარაღით ხელისუფლების დამხობა და იქ გარკვეული პერიოდის ზვიადგამსახურდიას რომ დაცლობდა მაგას ისინიც მიხვდნენ, ვინც იდგა მაშინდელი პუჩის უკან, რომ იარაღით ზვიადგამსახურდია რო არ დაემხოთ იარაღით. ჩათვალეთ ზვიადგამსახურდიას დამხობი რამოდენიმე თვეში უკვე ვეღარავინ ვერ იქნებოდა უკვე. ანუ გადამტრიალებელი, ანუ იარაღი ძალით მოწყობი. გამორიცხული. და ისინი რომ ამას მიხვდნენ, მაგიტომ მას მოხდა. შეხედეთ როდის ხდება ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ გამსახურდიას ხელისუფლება, ეროვნული ხელისუფლება ნაღიარები არ არის და იწყება უკვე პირველი სროლა. და როცა 22-ში გავარდა იარაღი, შემდგომში იწყებს უკვე მთელი დიდი ქვეყნები და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს იურულ აღიარებას. ეს ის პერიოდია, ზვიადგამსახურდია ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არის. ანუ ზვიადგამსახურდია ჯერ კიდევ თბილისს დატოვებული არ აქვს. ანუ ისინი სათქმელს იტოვებენ, რომ ჩვენ სანიდის ხელისუფლება, ის სახელმწიფო, რომლის ხელისუფლება ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია, მაგრამ ამ დროს ცნეს მაშინ, როცა უგეს გადატრილება და იარაღი უკვე გამოვიტანეს და უკვე დაიწყო ბრძოლა. მათ ხო ეს ყველაფერი შეიძლება გაიკეთებინა მანამდე, სანამ მოხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ მანამდე ეს არ გააკეთეს. უფრო მეცაც გეტყვი, და ჩემი მეგობარია გიზო დავლაძე, რომელთანაც ქონდა საუბარი ამის თაობაზე, ჩვენ თბილისში ზვიადგამსახურდიასთან ჩავდიოდით, ქონდა კონტაქტები და კოკა გაწერილი ესენი იყო შეხვედრა. და ქონდა ინფორმაცია, იქ ზვიადი უნდა მოსულიყო. და ზვიადი მოვიდა და იქ ახალგაზრდა ბიჭებთან იქ პატარა სუფრა გაიმართა და ზვიადი მაინც და მაინც მოყვარული დალევის და ქეიფის არ ყოფილა, მაგრამ ერთ ოჩიკას ყოველთვის სვამდა და იქ რო უკვე 90-იანი წლებია, უკვე ზვიადი უკვე ხელისუფლებაში მოდის, უკვე აშკარად კომუნისტურ პარტიას დახეული აქვს უკან და ხელისუფლებას, ეს აშკარად იგრძნობა და უკვე გამარჯობა ზეიმობს ყველა და ზვიადი ამბობს შემდეგ სიტყვებს. დააკვირდით როგორ ამბობს. ეს ბოროტების იმპერია უკან იხევს, მაგრამ მოდის იმაზე უარესი. თქვა ეს სიტყვები, აიღო ჭიხა, შესვა და აფრა. და არ ამბობს არაფერს. ახლა წარმოვიდგინე, ახლა იმაზე უარესი იმ დროს 90-იან წლებში ვინ უნდა ყოფილიყო ბოროტების იმპერიაზე უფრო უარესი, ანუ საბჭოთა კავშირზე უფრო უარესი.
თავისთავად რეაგირება არ ქონდა არც ეს და გარკვეული ხნის მერე თვითონ ამბობს, ბიჭებო, მე ამერიკაზე ვამბობ. და გაჭიქა და წავიდა. ეს გეუბნებით იმ პერიოდზეა საუბარი, როცა გამსახურდია ჯერ ხელისუფლებაში მოსული არ არის. იმ პერიოდზეა საუბარი, როცა საბჭოთა კავშირი უკვე უკარიხებს. და ჯერ კიდევ როდის ამბობს, რომ მოდის იმაზე ორესე და იქ რა იქნება და როგორ იქნება ის აღარ იცი. და თელი გზა შეიძლება ითქვას და მერეც ამ თემაზე მე ვფიქრობდით, რომ ამ კაცს რა ჭირს, ეს გამათქობინა. თურმე მოიცადე. დაელოდე გარკვეული პერიოდი და დაინახავ. რომ ღიად გამოვა უკვე მამაბუში და ღიად იტყვის, რომ ღიად გამსახურდია, მიდი ძინების საწინააღმდეგო. და რაც მოყვა მე დანარჩენი უკვე ბეიკერის შემოსვლა და გენშერის შემოსვლა და როგორ დაუჭირეს ხელი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არ მოსულ შევანაძეს და როგორ მიცეს ლეგიტიმაცია და როგორ გაუპყრეს არჩევნები, ეს ყველა მისხდი. იცით რა მაინტერესებს და ეს ერთგვარად ბოლო შეკითხვა არის ალბათ ჩვენი გადაცემის. იმ მოლოდინებიდან, რომელიც 90-იან წლების დასაწყისში ჰქონდათ, სტუდენტობის ბოლოს ჰქონდათ, დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ არსებობდა, რა მოლოდინები გამართლდა, რა ვერ შესრულდა და ზოგადად თქვენი აზრით რამდენად გამოგვადგა დამოუკიდებლობა. ისეთი როგორიც მივიღეთ. ფაქტი ერთია, რომ არა 91 წლები ჯერ რეფერენდუმი და შემდგომში უკვე არჩევნები საქართველოს დამოუკიდებელი არ იქნებოდა. როგორ გაიმთავრდებოდა მოვლენები ღმერთმა უწყოს. ძალიან ძნელია წინასწარ მისი თქმა. მაგრამ ის რომ აგერ როცა შვილი-ბუში იყო ჩამოსული, როცა ჩამოიყოლა სააკაშვილმა და ის ღიად გამოდის შეხვედრაზე და აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და ახსენებს, რომ ეს არის 1991 9 აპრილის საფუძველზე და შენაგერ ხელისუფლება დღემდე რატოგაც აკეთებ იგნორს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 9 აპრილს არ აღნიშნავდა მხოლოდ და მხოლოდ გინდა რომ ეს იყოს გლოვის დღეთ და საუბრობ 26 მაისზე როგორც დამოუკიდებლობის დღეზე ეს ძალიან გაუგებარია ჩემთვის პირადად. ანუ დღესაც კი ებრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობას. რასაც მართლა დამოუკიდებლობა ქვია. თუ კი შენ ამას არ ებრძვი და შენი სურვილი არის რომ საქართველოს მართლა იყოს დამოუკიდებელი, მაშინ სრულყოფილად, იურიდიულად, მორალურად დაარქვი ყველაფერს თავის სახელი და შენ ახალგაზრდა გაზარდე, ისე როგორც უნდა გაზარდო ნამდვილი ქართველი და ისტორიას მოასწავლე გაყალბებულად. ისტორიას დღეს საქართველოს ისტორიას სკოლებში, რომელსაც ჩვენ ნახავდა მე ინსტიტუტში, იქ ისტორია არის გაუკუმართებულად წერილი. იქ ისტორია არის დაწერილი ისე რომ იქ არცად არ ჩანს ზვიად გამსახურდია ვინ იყო, როგორ იბრძოლა, რა დამსახურება ჰქონდა, როგორ მოხდა მისი საქართველოსთან განდევნა. იქ ეს ყველაფერი არ წერია. იქ როცა გმირი არის ადამიანი იმაზე არაფერს არ წერ და კაცი რომელიც არის ქვეყნის მოღალატე იმას არავინ δεν წაწყავს. ახლა ამის ფონზე ძალიან რთული არის უკვე ილაპარაკო თუ საქართველოს დამოუკიდებლობას როგორ უყურებ დღეს. და ძალიან ბევრი გამოდის დღეს ახლა ცოცხლებზე აღარ მაქვს საუბარი, ლანა ღობერიძეზე აღარ მაქვს საუბარი, შენგელაებზე აღარ მაქვს საუბარი, დღეს ცოცხლებზე მაქვს საუბარი, რომელიც ღია პუჩისტი იყო, ღიად გამოდიოდა და საზოგადოება მასიურად უჭერს. ხა იმაზე აღარ მაქვს საუბარი. ეს ხო რეალობაა ჩვენ გარშემო რომ დღეს საზოგადოება ამ 30 წლის მანძილზე ვერაცნობიერებს რა მოხდა ამ 30 წლის წინ. ეს იმიტომ რომ დღემდე ინფორმაცია სრულყოფილი არ გვაქვს და დღემდე ჩვენ ფაქტიურად მაინც ამ ტელევიზიების და ამ ეგრეთ წოდებული ან რაც Facebook-ზე ედება იმის ხარჯზე აი აქამდე მოვედით რომ ჩვენ ვერ ხვდებით თუ რამხელა პრობლემა შეიქმნა თავის დროზე. ჩვენთვის ის გმირები რომლებიც თავის დროზე ასეულათასობით რო გამოდიოდა და ჩახოცეს იმ 2 თებერვალს როცა გამოვიდნენ დიდუბის მეტროსთან და შემდეგ უკვე ცირკთან და არაერთი და ორი ადამიანი ათეულობით ქართველი დაიღუპა ხო რომელიმე სახელაგვარი ვიცი სადმე ნახსენებია და რომელიმე გმირის სტატუსი მიცემული აქვს რომელიმე ოჯახიდან ჩვენ მივსულ ვართ ოფიციალურ მხარეზე მაქვს საუბარი და ჩვენ გვითქვამ სიტყვით მაინც რომ იმ ხალხმა თავი გაწიდეს მაშინდელი საქართველოსთვის რაღაც დამოუკიდებელი საქართველო ერქვა ჩვენ ხო ამას არ ვაკეთებთ დღესაც ჩვენ ხომ დღეს ახალად შეგვიძლია ეს ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენ ხელისუფლებას თუ გვინდა რომ რეალურად დავანახოთ დღევანდელ ხელისუფლებას ხალხს რომ ჩვენ მართლა ვფიქრობთ ყველნაირ საქართველოზე დააფასე ეს ადამიანი რომელმაც თავი გაწიდა ქვეყნისთვის დააფასე სიტყვით მაინც აღარ მაქვს საუბარი დანარჩენზე
სიმართლე უთხარი საზოგადოებას. ახალგაზრდა გაზარდე ისე როგორც უნდა იზრდებოდეს ჭეშმარიტ სიმართლეზე აღზრდილი. და აქედან გამომდინარე ვილაპარაკოთ ჩვენ ყოველ დღეს და ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ჩვენ ვცდილობთ ვილაპარაკოთ ხოლმე დოზირებული სიმართლე. ვილაპარაკოთ ის სიმართლე, რაც ჩვენ რაღაც დონეზე გვაწყობს და იმის იქით უკვე რატომღაც თავს ვიკავებთ. ვამბობთ ადან ვთქვათ ბემდე და ადან ხოემდე არ გვინდა თქვა და რატომღაც ვცდილობთ რომ ხოლმე საკუთარ თავზე მოვირგოთ თორე. დღესაც ახლა გინდაც ოპოზიციაში, გინდაც ხელისუფლებაშიც საკელაგვარებს აღარ ჩამოთვლი. რამდენი არის პუჩისი დღეს რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს მაშინდელ საქართველოს დამხობაში. ეს ხო რეალობაა, ფაქტია. და შენ როცა მაშინ იარაღით გამოდიოდი და ქართველი კაცი ქართველს კაცს ესროდა და შენ ამ ქართველი კაცის დახოცვას ამართლებდი და იღებდი მონაწილეობას. მე არ მაქვს საუბარი უკვე თქვათ გაამტყუნებ თუ არა, როგორ ამართლებდი ამას ყველაფერს. შენ ახლა დღეს მე როგორ დაგიჯერო? გინდა ოპოზიცია დავარქვა და გინდა პოზიცია. მე ვერ დაგიჯერე. ამიტომ ახალი ფუქცელი მინდა მე. მე მინდა ის კაცი, მე მინდა ის ზალა, მე მინდა ის სიმართლე, რომელიც იქნება ხალასი, რომელიც იქნება სუბთა, რომელიც შენში დარწმუნდა ბოლომდე და თუ ეს ჩვენ ვერ მოვახერხებთ, ხომ უკვე ხვალინდა საქართველოს ლაპარაკი ზედმეტი არის. ასე გაგრძელდება ისე. ჩვენ ვერ გამოვარდა ამ წლიდან. იმიტომ ჩვენ ატომღაც თავს ვიყავეთ ბოლომდე ვთქვათ სათქმელი და სანამ თავს შევიკავებ და არ ვიტყვით, მანამდე სათქმელს მე და იმ სათქმელს საქმე უნდა მოყვეს და საქმე საიდან იქნება, თუკი ჩვენ რეალობას არ შევხედეთ და თვალე არ გაუსწორებთ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ. დაიხარეთ.